არტურ შოპენჰაუერი იყო ადამიანი, რომლის ფილოსოფიამ დასავლური აზროვნება სამუდამოდ შეცვალა. ის ცნობილია თავისი ღრმა პესიმიზმით და ცინიკური მსოფლმხედველობით. თუმცა ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოაზროვნეა ქალების მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო. მისი სიტყვები მკაცრად ჟღერს, ზოგისთვის შეურაცხყოფელიცაა. ქალები ბუნებით არასრულყოფილნი არიან, მათი დანიშნულება მხოლოდ გამრავლებაა. მათი გონება არასოდეს შექმნის დიდ ფილოსოფიას. მაგრამ კითხვა რჩება, ნამდვილად სძულდა მას ქალები, თუ ეს იყო მისი ფილოსოფიის ლოგიკური დასკვნა. იყო ეს პირადი ტრავმა თუ მეტაფიზიკური ჭეშმარიტება, რომელსაც ის ხედავდა სამყაროში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა შევხედოთ მის მსოფლმხედველობას, ბიოგრაფიას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. შოპენჰაუერის მთელი ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ სამყაროს არსი არის ნება, უსასრულო, ბრმა, ირაციონალური ძალა, რომელიც ყველაფერს ამოძრავებს. ეს ნება გვაიძულებს ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის, გავაგრძელოთ გამრავლება, შევეცადოთ მიზნების მიღწევას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მარცხით და ტანჯვით სრულდება. ის წერდა: სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ მოკლე შვებაა, შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ტანჯვა თავიდან იწყება. შოპენჰაუერისთვის მთელი ცხოვრება იყო უსასრულო ტანჯვის ციკლი. ერთადერთი გზა ამ ტანჯვისგან თავის დასაღწევად იყო ნებასთან ბრძოლა, სურვილების უარყოფა, ასკეტიზმი და სამონაზვნო ტიპის ცხოვრება. მაგრამ ბუნება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ციკლი არ გაწყდეს. და სწორედ აქ ჩნდებიან ქალები, როგორც ბუნების ყველაზე ძლიერი იარაღი. შოპენჰაუერის აზრით, ქალი სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს განასახიერებს. ქალი არის ის, ვინც კაცებს აბრუნებს ცხოვრების ტანჯვაში, სიყვარულის, ვნების და დედობის იდეალით. ამიტომაც ქალებისადმი მისი სიძულვილი პირადად ქალებისკენ მიმართული არ იყო. ეს იყო სიძულვილი სიცოცხლის გაგრძელების ნების მიმართ, რომელსაც ქალები განასახიერებდნენ. შოპენჰაუერის ფილოსოფიური პესიმიზმი ნაწილობრივ მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. იგი დაიბადა შეძლებულ ოჯახში. მამა ჰაინრიხ შოპენჰაუერი, იგი ძალიან კაცრი იყო, მელანქოლიური და სავარაუდოდ დეპრესიული. დედა იოჰანა შოპენჰაუერი, ცნობილი მწერალი და სალონების მასპინძელი იყო, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც თავისი დროისთვის იშვიათი ინტელექტუალური ავტორიტეტი იყო. თუმცა არტურისა და იოჰანას ურთიერთობა ძალიან რთული იყო. დედა შვილისადმი თბილი არ ყოფილა. ის მას ცივად ექცეოდა და ხშირად აკრიტიკებდა მისი პესიმისტური ხასიათის გამო. ერთხელ იოჰანამ მას პირდაპირ უთხრა: შენი დეპრესიული ბუნება ჩემთვის აუტანელია. შენ გირჩევნია მარტო იცხოვრო. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს საერთოდ ჩამოშორდნენ. ფსიქოლოგების აზრით ეს ბავშვობის ტრავმა, დედის სიყვარულის ნაკლებობა შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც შოპენჰაუერმა ქალების მიმართ უნდობლობა და ცინიზმი განივითარა. შოპენჰაუერის ქალებისადმი ყველაზე მკაცრი აზრებით ამოκრილია მის ესეში ქალებზე, über die Weiber, აი მისი ძირითადი მოსაზრებები. პირველი, ინტელექტუალური სიძლიერე. შოპენჰაუერის აზრით ქალებს არ შეუძლიათ დიდი ფილოსოფიის ან ხელოვნების შექმნა. მათ ინტელექტი მხოლოდ პრაქტიკულ საქმეებზეა მორგებული. მეორე, ბუნებრივი დანიშნულება. ქალი შექმნილია გამრავლებისთვის და ბავშვებზე ზრუნვისთვის, ამიტომ მისი ცხოვრება მთლიანად ამ ფუნქციას ემორჩილება. მესამე, ცბიერება და ინტრიგები. შოპენჰაუერი ამტკიცებდა, რომ ქალები ბუნებრივად ცბიერები არიან, რადგან მათ ეს ინსტინქტური თავდაცვის მექანიზმი აქვთ კაცების წინააღმდეგ. მეოთხე, სიკეთის ილუზია. მისი აზრით, ქალების სიკეთე მხოლოდ ინსტინქტურია და არა ფილოსოფიური ან სულიერი. ამ მოსაზრებებმა შოპენჰაუერი ერთ-ერთ ყველაზე სექსისტ ფილოსოფოსად აქცია. შოპენჰაუერის პირადი ცხოვრება ქალებთან მუდმივად დაძაბული იყო. ის არასოდეს დაქორწინებულა და არც ხანგრძლივი სიყვარულის ისტორია ჰქონია. ერთხელ მან ქალთან იჭხუბა.
ფილოსოფოსმა მას ხელი ჰკრა, ქალი დაეცა და სერიოზულად დაშავდა. სასამართლომ შოპენჰაუერს დააკისრა 8 წლიანი ყოველთვიური ანაზღაურება. როდესაც ქალი გარდაიცვალა, შოპენჰაუერმა ცინიკურად თქვა: ობიტ ანუს, აბიტ ონუს. ქალი მოკვდა და ტვირთიც გაქრა. ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს მის ცივ და ირონიულ დამოკიდებულებას. ფსიქოლოგების აზრით შოპენჰაუერის ქალთმოძულეობა მხოლოდ პირადი ტრავმა არ იყო. ის შიშს გამოხატავდა, შიშს ბუნების წინაშე. ქალი მისთვის იყო ბუნების განსახიერება, სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტი, რომელსაც ვერაფერი აკავებს. შოპენჰაუერი კი ცდილობდა ამ ინსტინქტის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი სიძულვილი იყო მეტაფიზიკური. მას სძულდა არა კონკრეტული ქალები, არამედ ის ძალა, რომელიც მათ მეშვეობით კაცობრიობას ტანჯვაში ტოვებდა. საინტერესოა, რომ შოპენჰაუერი ქალებს მაინც აფასებდა გარკვეული თვისებების გამო. ის წერდა, რომ ქალები ბევრად უკეთესად ზრუნავენ ბავშვებზე, ისინი უფრო პრაქტიკულები და წინდახედულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ეს პარადოქსი აჩვენებს, რომ მისი სიზულვილი მთლიანად ემოციური არ იყო. ის მხოლოდ მისი ფილოსოფიის გაგრძელება იყო. შოპენჰაუერის ქალთმოძულეობამ გავლენა მოახდინა სხვა მოაზროვნეებზე. ნიცშე, რომელმაც მიუხედავად კრიტიკისა, შოპენჰაუერის პესიმიზმისგან ბევრი ისწავლა. ფროიდი, რომელიც შოპენჰაუერის გავლენით ინტერესდებოდა სექსუალური ინსტინქტებითა და მათი ფსიქოლოგიური როლით. თანამედროვე ფემინიზმი, რომელიც შოპენჰაუერის ტექსტებს ხშირად იშველიებს, როგორც სექსისტური ფილოსოფიის კლასიკურ მაგალითს. შოპენჰაუერის ქალთმოძულეობა შეიძლება დავინახოთ როგორც პირადი ტკივილის პროექცია, მაგრამ ასევე როგორც ფილოსოფიური ლოგიკის შედეგი. მისი აზრით, ცხოვრება ტანჯვა, ხოლო ქალი ამ ტანჯვის გაგრძელების სიმბოლოა. მაგრამ კითხვა რჩება: ნამდვილად ჭეშმარიტია ეს ხედვა, თუ შოპენჰაუერი უბრალოდ საკუთარ ტანჯვას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აყალიბებდა? არის კი ქალი მხოლოდ ბუნების ინსტრუმენტი? თუ ის გაცილებით მეტია, ვიდრე შოპენჰაუერი ამტკიცებდა?